სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ ლიბანი დამასკოსთან დაძაბული ურთიერთობების განმუხტვას ცდილობს და ამ გზაზე მხარეებმა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სადავო საკითხის გადაწყვეტა შეძლეს. ბეირუთი დამასკოს 300 სირიელი პატიმრის გადაცემაზე შეუთანხმდა, რომლებმაც ლიბანის ციხეებში მრავალი წელი სხვადასხვა დანაშაულისთვის გაატარეს. ვიდრე მხარეები შეთანხმების გაფორმებამდე მივიდოდნენ, ერთი კვირით ადრე ლიბანის მინისტრთა კაბინეტმა შესაბამისი დადგენილება მიიღო, რამაც სირიისთვის პატიმრების გადაცემას მწვანე შუქი აუნთო. გადაწყვეტილებას ორი ქვეყანა არა მხოლოდ ჰუმანიტარულ აქტს, არამედ სამართლიანობისა და თანასწორობის გზაზე მნიშვნელოვან ნაბიჯს უწოდებს. ეს შეთანხმება არის ჩვენი ერთობლივი მიზანმიმართული ძალისხმევის შედეგი, მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, ის გამოხატავს ჩვენს საერთო პოლიტიკურ ნებას, რომელიც ადასტურებს, რომ ლიბანურ-სირიული ურთიერთობები დაფუძნებულია ნდობაზე, ერთმანეთის პატივისცემასა და ერთმანეთთან თანამშრომლობის გულწრფელ სურვილზე. ამ ნაბიჯს აქვს განსაკუთრებულად დიდი ჰუმანიტარული მნიშვნელობა, რომელიც დაეხმარება მსჯავრდებულთა ტანჯვის შემსუბუქებას და, რა თქმა უნდა, იქნება ხელშემწყობი ყოველი შემდგომი ნაბიჯისთვის. ორი ქვეყნის ურთიერთობებში წინსვლის მგზავრობის შესახებ ჩვენ მანამდეც განვაცხადეთ, მაგრამ რჩება გადაუჭრელი საკითხები. ჩვენ ვთვლით, რომ ეს ნაბიჯი დაგვეხმარება აღვადგინოთ და გავაძლიეროთ ერთმანეთისადმი ნდობა, ასევე დავადასტუროთ ჩვენი პოლიტიკური ნება, კავშირების ხელახლა დაწყებასთან დაკავშირებით. მიმდინარე წლის თებერვალში ლიბანის ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ სირიაში ბაშარ ალ-ასადის მმართველობისას ბეირუთი ფაქტობრივად დამასკოს კონტროლქვეშ იყო, ხოლო ასადის დიქტატურა არა მხოლოდ ლიბანის შიდა პოლიტიკურ საქმეებში, არამედ მოქალაქეთა პირად ცხოვრებაშიც კი ერეოდა. მანვე თქვა, რომ სირიის ამჟამინდელი ხელისუფლება მათზე ჰეგემონიით დაინტერესებული აღარ არის და ურთიერთობების დალაგება აჰმედ ალ-შარაას მთავრობასთან სავსებით რეალურია. ლიბანსა და სირიას შორის არაერთი საკითხია დიპლომატიური უთანხმოების საგანი. ბეირუთისთვის მტკივნეულ იარად რჩება სირიის ჯარების მიერ 2005 წლამდე გაგრძელებული ლიბანის ოკუპაცია. დამასკოში კი მიუთითებენ, რომ ლიბანური ტერორისტული დაჯგუფება ჰეზბოლა აქტიურად იყო ჩართული სირიის სამოქალაქო ომში, რაც არაერთხელ გამხდარა მხარეთა ურთიერთბრალდებების საგანი.